მოგესალმებით რადიო ხონისხმა და წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას გენდერს მიღმა. მე მისი წამყვანი ანა მოგელაძე გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარია ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბატონი ბაჩანა ბასილაია. მოგესალმებით ბატონო ბაჩანა, მადლობა სტუმრობისთვის. გთხოვთ მიესალმეთ ჩვენს მსმენელს და გაგვიზიარეთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ თქვენი ხედვები. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თქვენ ხონის მუნიციპალიტეტს, სათემო განათლების ცენტრს, ხონისხმის დაფუძნება და ჩვენს მსმენელს უკვე შესაძლებლობა აქვს ხონისხმა მოისმინოს და ძალიან ბევრი საინტერესო აქცენტები იქნეს გაზიარებული თუ რა ხდება ხონში, რა იგეგმება და ასე შემდეგ. გილოცავთ და მიხარია და ვიზიარებ ამდენ ციხაოს, რაც ხონისხმამ რადიოეთერება გამოიწვია მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება ჩემს ზოგად ხედვას, როგორც საკრებულო წევრის პოზიციიდან, მოგეხსენებათ გამოწვევები მრავალი არის ყოველთვის და რაღაც პერიოდისთვის არ შეიძლება ყველაფერი დაძლეული იქნეს, თუმცა ჩვენი მუნიციპალიტეტის დღევანდელი არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტი რჩება ინფრასტრუქტურა და სოციალური დაცვა. მოგიხსენება და ხედავთ, რომ ხონში საკმაოდ კარგად ვითარდება საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი, ძალიან ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელიც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა და მოსახლეობის კმაყოფილებაც მეტნაკლებად არის ამ კუთხით. ძალიან კარგი მიმართულება, ესევე ტურისტული მიმართულება, ხონი ხუთეულში შედის ტურიზმის მიმართულება და მუნიციპალიტეტი ამ კუთხით ძალიან ბევრს აკეთებს. თუნდაც მარტივი მაგალითი გაგიზიაროთ, რომ ხა ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა ხელმისაწვდომია ყველასთვის მარტივად, ესევე ახალი ტურისტული ლოკაციების გაჩენა, როგორც არის ასხეთის მიმართულებით და იქ დასაქმებულ ადამიანებს ხელშეწყობა, ეს კიდევ მეტ ტურიზმს მოიზიდავს ჩვენს რეალობაში, ესევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხონში ეკონომიკური განვითარება, 40%-ად გაზრდილი ბოლოს წლებში ხონის ეკონომიკა, მეწარმეების რაოდენობა, ბიზნესის რაოდენობა და შემოსავლებში ეს ყველაფერი ასახული. მცირე საგრადო კონკურსების კუთხით არის ძალიან კარგი მიდგომა მუნიციპალიტეტში, რასაც თქვათ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო უწყებებთან და თვითმმართველობასთან ერთად ხორციელდება ძალიან წარმატებით და უკვე შეგვიძლია საკმაოდ სუყეთ ციფრებზეც ვისაუბროთ. რაც შეეხება სხვადასხვა ჩართულობის მექანიზმები ინერგება სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, არ შეიძლება არ აღინიშნოს მუნიციპალიტეტის მერიის მზაობა, პირადად მერიის მზაობა მუნიციპალიტეტში გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულების კუთხით. იცით, რომ ხონის მუნიციპალიტეტი საქართველოს 6 მუნიციპალიტეტს შორის არის OGP ლოკალის წევრი და იქ აღებული რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის ახალგაზრდული საბჭო, ესევე სამოქალაქო ბიუჯეტი, რომელიც უკვე ინერგება და მიმდინარეობს და მოქალაქეებს შეუძლია თავად შეარჩიონ პროექტი, მისცენ ხმა და თავიანთი საჭიროება მოიგვარონ, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს შეკითხვაზე ესე ვთქვათ მოკლედ რო გიპასუხოთ, მე პირადად მაქსიმუმს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ვიყო ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რაშიც ჩემს როლს ხედავ და შედეგის მომტანი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან კარგი, თქვენი საუბრიდან ხვდებით, რომ ხონი ნელ-ნელა ვითარდება და ისედაც ცხადია, ასე მგონია. ვინაიდან თქვენ ძირითადად წარმოადგენთ დევნილი მოსახლეობის ინტერესებს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გვესაუბრეთ იმ პროგრამებზე და პროექტებზე, რომელიც მიმდინარეობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინტერესების საკითხილდღეოდ. ალბათ ეს ყველაზე ისეთი ნაწილია ჩემთვისაც ძალიან მახარებს ხოლმე ამ წარმატებების საუბარი, რა თქმა უნდა გამოწვევებს არსებობდა ალბათ მოგვიანებით იქნება მსგავსი ტიპის ინტერესი. რაც შეეხება ხონში დევნილთა დასახლებას, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, ასევე არის მიმდინარე პროექტები, რომელშიც გაგიზიარებთ. რადგან თქვენთან ვიყოფები სტუმრად ეხლა ვიტყვი, რომ ხონის სათემო განათლების ცენტრი, რომელიც არის ერთ-ერთი უნიშნულოვანესი პროექტი ამ დასახლებისთვის და ასობით ადამიანმა ისარგებლა სხვადასხვა საგანმანათლებლო მიმართულებით. ბოლო პერიოდში იცით, რომ სტივ ჯობს აკადემია იქნა შემოყვანილი და აქ იყო თქვა ჩართულობა თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების, სათემო განათლების ცენტრის და ადგილ დევნილთა დასახლებაში უკვე სტივ ჯობს აკადემია ფუნქციონირებს, რომელიც არა მხოლოდ დევნილებს და ხონის სრულ მოსახლეობას ემსახურება. დანიელ სტოლთა საბჭოს პროექტის ფარგლებში და ძალიან ახალი პროექტი გვაქვს, გაფორმდა მემორანდუმი მუნიციპალიტეტის მიერთან, ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრთან, ტალინის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ჩვენს თემში უკვე დაიწყო 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდა დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება და ხელშეწყობა, რაც გულისხმობს რამდენიმე თვიანი ინტენსიურ სასწავლო კურსს, ძალიან სერიოზული სპეციალისტების მიერ გადამზადებას ახალგაზრდების და შემდეგ საგრანტო კონკურსში სოციალური მეწარმეობის დაფინანსებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების და ზოგადად ეკონომიკის და სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით.
წელს მაგალითად აი ბოლო წელზე გავაკეთებ ქალბატონო აქცენტს რა პროექტს განხორციელდა დევნილთა დასახლებაში მიმდინარე პროექტებში და წელსაც განხორციელება დაახლოებით 1.5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება მაგალითად ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია მოგეხსენებათ ევროპის საერთო და მსოფლიო ჩემპიონი ყავს დევნილი ახალგაზრდა მარიამ მურღლიანი აფხაზეთიდან რომელიც სერიოზულად დევნილთა დასახლებაში გადიოდა მომზადებას და ძალიან დიდი შედეგები ნახა ამიტომ მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დარბაზის სრული რეაბილიტაციის რომელიც უკვე დასრულდა შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მეორე ნაწილის დარჩენილი იყო მუნიციპალიტეტში და დაახლოებით 14-მდე კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიებზე მოხდა მოასფალტება მათ შორის სკოლასთან მისასვლელი გზის ევროკავშირის პროექტი მიმდინარეობს მუნიციპალიტეტ ამაზე ცალკე გადაცემის მიზნად შეიძლება ალბათ იმიტომ რომ 1 მილიონი евро იენინა ძალიან ბევრი აქტივობას ითვალისწინებს და ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის პროექტს ითვალისწინებს მათ შორის არის დევნილთა დასახლებაში არსებული 2500 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონის და სკვერის მოწყობა სადაც მოხდება შემურაგვა, გასართობის სივრცეების მოწყობა, მოსასვენებლების კამერების განათების და ასე შემდეგ ბილიკების მოწყობა, რომელთაც ისარგებლეს დევნილი და მათ შორის ადგილობრივი თემიც. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი აქცენტი, რაზეც ჩვენ ყოველთვის ხო, ამინდა გამომჩეს, სახურავების პრობლემა არსებობს დასახლებაში და 5 კორპუსი წელს მოხდება 5 კორპუსის სახურავის შეკეთება, შეცვლა, რეაბილიტაცია დევნილთა სააგენტოს მიერ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და ვფიქრობ, რომ დევნილებში რაც ესე რომ წარმატებულია, მიკროგრანტების პროგრამებია, თუ სადმე არსებობს ექნება დევნილთა სააგენტოსი, აწარმოებს საქართველოსი დონორი ორგანიზაციების, მაგალითად ცენტრი აფხაზეთის პროექტებში ხშირია მსგავსი კომპონენტი, თუ სადმე მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მექანიზმები არსებობს თვითმმართველობასთან ჩართული ვართ ყველანაირად და განსაკუთრებული როლი და ადგილი უჭირავს აქ დევნილთა თემს და ძალიან მაღალია და მაქსიმუმზეა დევნილთა თემის დაფინანსება. გარდა ამისა, უნდა აღნიშნო, რომ ეს თემა ძალიან აქტიური მოსახლეობა ძალიან ისე ვთქვათ მაქსიმალურად ჩართულები არიან სამუშაო პროცესებში და ხონის დევნილთა თემი ეს არ არის ჩემი შეფასება მხოლოდ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანის შეფასება რომ საქართველოში არის ერთ-ერთი ძლიერი თემი დევნილთა თემებს შორის და მისაბაძი თემი ძალიან ბევრ სხვა დასახლება ჩვენ უკვე ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას თუ როგორ შევძელით რომ დევნილთა თემი განვითარების მაღალსაფეხურამდე მიგვიყვანა რაშიც დღეს ვართ თუმცა რა თქმა უნდა პრობლემები რჩება და ამაზე მოგვიანებით შევეხებით. ძალიან კარგი მივესალმებით ამ სიახლეებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა გამოწვევები რჩება დღის წესრიგში და რა შეიძლება იყოს გადაჭრის გზები, თუ შეიძლება ამაზე გვესაუბროთ. დიდი მადლობა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია დამოკიდებულება, რომ ვისაუბროთ ყოველთვის იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ჯერ კიდევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროგრამა და პროექტი ჩამოვთვალეთ, გამოწვევები რჩება, არა მხოლოდ თქვა დასახლებაში, აი საერთო გამოწვევები რაც შეიძლება იყოს სანიავრი არხების მოგეხსენებათ უხმან ალეიქმა გამოაჩინა ბოლო პერიოდში ძალიან რომ დატბორა მოსახლეობა დააზიანა ვთქვათ სახნავ-სათესი მიწები, ასევე დევნილთა დასახლებაში ამან გამოიწვია სარდაფებში წყლის შესვლა, რაც კორპუსების მდგრადობას უკვე აყენებს საფრთხის ქვეშ, შესაბამისად აუცილებელია სანიავრი არხების სისტემაზე ფიქრი და უკვე მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უახლოეს პერიოდში უკვე გამოყოფილია თანხები და ველოდებით ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას. ეს დევნილთა დასახლება სრულად ვერ მოუგვარეს პრობლემას, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილთა დასახლებას გაუჩენს უკვე იმ დაერთი არხების სისტემას, სადაც შესაძლებელი იქნება სამომავლოდ ეტაპობრივად დევნილთა დასახლების წყარანირების სისტემაც მოწესრიგდეს და ეს პრობლემები გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას. მეორე საკითხი დევნილებში არის ფასადების კორპუსების ფასადების შლის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ამხარების თავრობის დევნილთა სამინისტროსთან მუშაობ და ჯერჯერ გადაწყვეტილება არ აქვს, თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაღაც რესურსები გამოიძებნება და ყველაზე დიდი პრობლემა ამ დასახლების ესე იგი ძველი ამორტიზირებული შენობა ნაგებობების გადმოცემის საკითხია. ამ კუთხით უკვე არაერთი კომუნიკაცია ყოფილა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ მოხდა მერიის მხრიდან მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა წერილობით, ესევე ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები და ჩართულობა, იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შენობა ნაგებობის გადმოცემას მოგვარდება. რაც შეეხება სხვა კუთხით მეტნაკლებად აქტიურობა არსებობს, მინდა რომ უფრო მეტად აქტიური იყოს დევნილთა თემი, მეტად ჩართული იყოს ყველა იმ პროცესში და მეტად მოთხოვნა ქონდეთ იმ პრობლემების მიმართ და ასევე მოგვარების კუთხით, მოხალისეობის კუთხით მაღალი იყოს ჩართულობა.
ძალიან კარგი, იმედია ნახსენები პრობლემები მალე აღმოიფხვრება. თქვენ ახსენეთ ჩართულობა და სწორედ ამაზეა ჩემი შემდეგი კითხვა, რამდენად აქტიურია მოსახლეობა, ერთვებიან თუ არა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? მესამე წელია საკრებულოს წევრი ვარ და ფაქტობრივად ყოველწლიურად მართავ ანგარიშებს, რაც კანონის ვალდებულება გააჩნია საკრებულოს წევრს. მოსახლეობა მეტნაკლებად ამას ესწრება, საკმაოდ აქტუალურად აქტიურად შეკითხვებს და ესევე გვაქვს და სოციალური საშუალებებით დევნილთა თემის შიდა ჩატი, სადაც ყველა ის საკითხის გადაწყვეტილებაც ხდება, დევნილებს ვეკითხებით თუ რა მიმართულებით უნდათ ეს იყოს გადაწყვეტილება, მათი აზრი იქნა გათვალისწინებული, მაგალითად ერთ-ერთ შემთხვევაში აფხაზეთის ქუჩას ვანიჭებდით სახელწოდებას, ჩვენ ჩავატარეთ დიდი გამოკითხვა თემში და მათ მიერ დასახელებული სახელწოდება აფხაზეთის ქუჩა იქნა მინიჭებული, ანუ მაქსიმალურად ჩართულობა უზრუნველყოთ. მიუხედავად იმისა, იმ სტანდარტზე ჩართულობა მაინც არ არის, სადაც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ მეტია საჭირო მოსახლეობიდან ჩართულობა, მეტია საჭირო ღიაობა ჩვენგან და ჩვენი მხრივ ამ ვალდებულებას და მოვალეობას შევასრულებთ. ძალიან კარგი. ახლა ალბათ ჩვენს მსმენელს აინტერესებს, რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები, გულისხმობ საზოგადოებრივ საქმიანობას და როგორ წარმოგიდგენიათ ადგილობრივი დევნილი თემის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. ანუ მეტნაკლებად ვისაუბრეთ სოციალური საჭიროებები რაც არის ინფრასტრუქტურული თითქმის გადაწყვეტილია და კიდე არ დარჩენილი, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებელია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას შეუწყოთ ხელი. მინდა ვთხოვო ყველა დონორ, სახელმწიფო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს, რომ უფრო მეტი ეკონომიკური პროექტები იყოს, რათა დევნილებს ჰქონდეს საარსებო წყაროებზე წვდომა. მათ შეექმნათ საარსებო წყაროები და ესევე ეს პროგრამები იყოს არა ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირ ესე რომ ვთქვათ, რეგიონებზე, მათი შესაძლებლობებზე, ტერიტორიულ წყობაზე მორგებული, რათა დევნილებს ჰქონდეთ ესეთი ხელშესახები და ხელშეწყობის პროექტი, სადაც მათ უშუალოდ მოუწევთ ისეთი პროექტების სარგებლობა, რომელიც განხორციელების საშუალება ექნება, რადგანაც ხონში დევნილებს მიწები არ აქვთ, თქვათ, სახნასათესი მიწები არ აქვთ, კერძო საკუთრებით მფლობელები არ არიან. შესაბამისად, ისეთ პროექტებში, რასაც მიწა საჭიროება ან ქონება ჭირდება, ვერ ღებულობენ მონაწილეობას. ამიტომ უნდა მოვარგოთ შესაბამისი პროგრამები რეგიონების მიხედვით. და ჩვენი ინტერვიუს მიწურულს ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი და გაგვიზიარეთ თუ შეიძლება, რას გვეტყოდით ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ვფიქრობ, რაც დრო გადის რაღაც ნაწილში, ვთქვათ, ძალიან ბევრ რამებს ვხედავთ ორივე მხარე და ესე რომ ვთქვათ, დადებითისკენ მიდის, რაღაც ნაწილში უარესდება, იმიტომ რომ თაობები იცვლება და ძველ თაობებს შორის კავშირები წყდება. მე ვფიქრობ, აუცილებელია ამ კუთხით მეტი მუშაობა, მეტი კავშირების გარღვევება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ესევე ზოგადად ყველა იმ სექტორის მხრიდან, ვისაც ვთქვათ, ამ კუთხით ვალდებულებები გააჩნია, ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ ვთქვათ, მეტი ინფორმაცია გქონდეს თუ რა ხდება დღეს მოლაპარაკებებში, ვიცით რომ ძალიან დიდი ხელისშემშლელი გარემოება არის ომის, ესე რომ ვთქვათ, გამომწვევი მიზეზები და ომის მხარე, ვინც იყო ეგრეთ წოდებული ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ყველაფერს უშლის ხაზს მოლაპარაკებები არ იწარმოოს, თუმცა მაინც პოზიტიურად უყურებ იმას, რომ აფხაზეთი ძალიან ბევრი აფხაზეთიდან გადმოდის და სარგებლობენ ჩვენი ჯანდაცვით სოციალური პროგრამები და ისინი ძალიან კმაყოფილი მიდიან და ძალიან კარგად ხვდებიან თუ რამდენად განვითარება ის კარგ რელსზე დგას საქართველო, მეტად უნდა განვითარდეთ, მეტად უნდა გავზრდეთ და აფხაზეთისთვის მიმზიდველი ვიყოთ. აფხაზო მოსახლეობა უნდა დაინახოს, რომ საქართველო ვითარდება ევროპისკენ და ევროპა იზრდება მეტ ეკონომიკურ, სოციალურ სიძლიერეს, მეტ გარანტიებს ადამიანის უფლებების კუთხით და განვითარებას. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე უფრო ეჭირდება საქართველოს და ყველაზე მეტად ეს კიდევ უფრო მეტად ჭირდება აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მეგობრებს და მინდა რომ სანამდე ჩვენ დავბრუნდებით, მანამდე ადგილზე ჩვენ განვითარება და სწრაფ უკეთესი ცხოვრებისკენ არ შევწყვიტოთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თქვენი თანამშრომლობა სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება. ეს იყო რუბრიკა გენდერს მიღმა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ბაჩანა ბასილაია, მე კი მისი წამყვანი ანა მოგელაძე გახლავართ. დიდი მადლობა.